შოთა აი მოვიდა გადასაღებ მოედანზე სოფიკო ჭიაურელი ან რამაშ ხვიკვაძე ან კახი კავსაძე ან ვინ არა ყველა რეზოესაძე და სულ ყველა აი ძალიან რთულია ზოგი მსახიობი არ ენდობა იმას რა ქვია სტურუას ფელინის აი ნდობა რაღაცა ის აი თავიდან ვერ ხვდებოდი ვისთან გაგიჭირდა თავიდან ვერ ხვდებოდი რატომ მენდობოდნენ და ეხა ვხვდები იმიტომ რომ დაახლოებით ზუსტად ვეუბნებოდი რა მინდოდა მოყვები ერთ ცოტა ისეთ ამბობს წინა ღამეთ აჩვენეს პირველად აჩვენეს მაშინ პირველ არხზე გავიდა ჩემი ფილმი პირველ ცოტა ეპატაჟური ლიკა თამაშობს იქა და რო შევედი სოფიკოსთან მითხრა რომ ეს უი შენ იქ თამაშობს ის შენ არა ხარო ვაიმე ვიფიქრე ეხა ალბათ იტყვის რომ ეპატაჟურ რეჟისორებთან მე არ მაქვს საქმე ხო და უი კარგია ის მეორე სცენაო იქო ძალიან ფრესკულია მომეწონაო და გამიკვირდა ანუ აქცენტი გააკეთა სხვა სცენაზე და არა ეპატაჟურზე. არა, უფრო ეპატაჟურზე გააკეთა. იქ ლამაზი გოგო თამაშობს ძალიან, ანა იაკუშევა და როგორც ფრესკები ისეა გადაღებული და არა როგორც ეროტიკა. ნუ ეხა ხალხისთვის ეროტიკა, მაგრამ მე მინდოდა ფრესკები და რო დაინახა, ნუ არც მიფიქრია ფრესკები, როგორც ნახატები. მან შეარქვა ფრესკები და იმის მერე ვამბობ ფრესკებს. დავასრულებ სოფიკოზე. ხო და რა გინდაო, ეხა ჩემგან რა გინდაო და აი მე ვთხარი ესე მინდა რომ კონდეთ ფაქტიურად მოძრაობა არ კონდეთ მეთქი და შიგნით ისე იყოთ ცოცხალი მეთქი რომ აი თვალებით აურით აი ეს იყო რა დავალებაც მიეცა ხო და აი იმდენად შიგნიდან იყოთ ცოცხალი ენერგიული არა იცი აი ეს კადრები ხო როდესაც იღებ ადამიანს სტატიურად ის თუ არ არის შიგნიდან ძალიან ცოცხალი ნატურალიზმი კი არ იყოს განცდაში გადაყვანილი კადრი რეჟისორმა უნდა შეძლოს რომ ეს კადრი გადაიყვანოს განცდაში